ფიზიკალური მონაცემებით ხდება სუნთქვის სიხშირით, გულის ცემის სიხშირით, მეტაბოლიზმით, სისხლის მიმოქცევით. მან ერთი რამე მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა შეიძლება გულის ცემის სიხშირე დათვალო და შეაფასო, მაგრამ ინტერპრეტაციას როგორ გაუკეთებდა რას რა ჩავთვლიან. კი ბატონო, ეგეც ძალიან სწორი შენიშვნაა, თუმცა რაღაცა ესეთი სახის კვლევებში ყოველთვის არის ხოლმე გათვალისწინებული 6%-ული ინტერპრეტაციის მაჩვენებელი და შეცდომების ალბათობა და რასაკვირველია, ზოგადად სამყაროში არაფერი არ არის ჭეშმარიტი. 2x2 4 მხოლოდ მათემატიკაში, ისიც არ ვიცი არის თუ არა მათემატიკაში. ეგ სწორია, მათემატიკაში შეიძლება მხოლოდ რაღაცების დამტკიცება. დანარჩენი არსად არ შეიძლება. ყველაზე არაზუსტი მეცნიერება არის მედიცინა. ფსიქოლოგია ხო საერთოდ მითების სამყაროში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ დაშვებებს. ფსიქოლოგია არ არსებობს საერთოდ. ანუ შენ არ არსებული მის არა, არსებობს სასაკვირველია როგორ არის, უბრალოდ ინტერპრეტაციების სამყაროა. და დაშვებების სამყარო. კი, თანამედროვე მეცნიერებამ და არა მარტო თანამედროვე მუზეუმმა ესე დაკვირვებებმა ძალიან ბევრის თქმის საშუალება მოგვცა, თუმცა ესეც არის დაშვებები, ან მყარი მტკიცებულებები არაფერთან მიმართებაში არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ დაშვებებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართლდება. და ეს მიმართებები გარკვეულწილად მუშაობს. ხან მუშაობს, ხან არ, ძირითადად მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს არა რამე კანონზომიერების ზუსტი ცოდნა, არამედ ალბათური ცოდნა, რომ ასეთ ვითარება შეიძლება ასე მოხდეს და ასე გაქვს. კი ბატონო. კი ბატონო, ეს არის ცალსახად დაშვებები. 100% რაიმეს მტკიცება განსაკუთრებით ფსიქოლოგიაში, ეს არის ფილოსოფიის, ეს არის სამყაროს შემეცნების ძალიან ესეთი გაბლარული სამყარო, სადაც ყველაფერი არის ბუნდოვანი და ამ ბუნდოვნებაში ხელის ფათურით ხდება რაღაცების აღმოჩენა. რაც უფრო მეტად გაერკვევა ფსიქოლოგიაში, უფრო მეტად ბუნდოვანი გახდება ყველაფერი. რაც უფრო მეტი ვიცით, უფრო მეტად არ ვიცით. ხო, ცნობილი ამბავია.